უკრაინაში ომის დასრულების გზები ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო ხარჯების გაზრდა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ურთიერთობები. ეს არის ის მთავარი საკითხები, რომელზეც მსოფლიო ლიდერები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მეორე დღეს მსჯელობდნენ. კონფერენციაზე დღეს დამსწრებს სიტყვით მიმართეს გერმანიის კანცლერმა, უკრაინის პრეზიდენტმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა. ვოლოდიმირ ზელენსკი თავის სიტყვაში ევროპის შეიარაღებული ძალების შექმნის ინიციატივით გამოვიდა და მსოფლიო ლიდერებს რუსეთის მიერ წამოწყებული ომის 3 წლის თავზე უკრაინის დედაქალაქში შეკრება შესთავაზა. ნატოს გენერალურმა მდივანმა კი კიდევ ერთხელ მოუწოდა ალიანსის წევრებს გაზარდონ სამხედრო ხარჯები. რაც შეეხება ოლაფ შოლცს, მან ძირითადი დრო ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის განცხადებებზე პასუხს დაუთმოდა, გერმანიის არჩევნებში უცხოური ჩარევა გააკრიტიკა. ლევან ახალაია დეტალებით. უკრაინის პრეზიდენტი ევროპის არმიის შექმნის წინადადებით გამოდის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მეორე დღეს სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ის დრო, როდესაც ევროპას ამერიკის შეერთებულ შტატებზე დაყრდნობა შეეძლო, წარსულს ჩაბარდა. უკრაინის ლიდერი ამბობს, რომ კიევი მზადაა ევროპას დაეხმაროს, რადგანაც დღეს ევროპულ არმიებს უკრაინის გარეშე რუსეთის შეჩერება არ შეუძლიათ. დიახ, ფული საჭიროა, მაგრამ ფულს არ შეუძლია მტრის შეტევის შეჩერება. საქმე ეხება არა ბიუჯეტს, არამედ ადამიანებს, რომლებიც იცავენ თავიანთ სახლებს. ამ საკითხში უკრაინას შეუძლია ევროპას დაეხმაროს. უკრაინის არმიის გარეშე ევროპულ არმიებს არ შეუძლიათ რუსეთის შეჩერება. მხოლოდ ჩვენ არმიას აქვს ევროპაში თანამედროვე ომის წარმოების რეალური გამოცდილება, თუმცა მხოლოდ ჩვენი არმია არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება ის რისი მოწოდებაც თქვენ შეგიძლიათ. იარაღი, წვრთნები, სანქციები, დაფინანსება, პოლიტიკური ზეწოლა. გავიმეორებ, ევროპას სჭირდება საკუთარი შეიარაღებული ძალები. უკრაინის პრეზიდენტმა დღევანდელ გამოსვლაში ასევე თქვა, რომ კიევი არასდროს დათანხმდება ომის დასრულების შესახებ ისეთ გარიგებას, რომელსაც უკრაინის გარეშე დადებენ. მან ასევე თქვა, რომ ევროპის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების დროს მოლაპარაკების მაგიდასთან ადგილი უნდა ჰქონდეს ევროპასაც. მანამდე უკრაინის ლიდერი შეხვდა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს. ზელენსკისა და JD Vance-ის მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმებების გარეშე დასრულდა. უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დასასრულებლად კიევს უსაფრთხოების მყარი გარანტიები ესაჭიროება. მისივე თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას. უკრაინის ომის დასრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემაც. მან მოუწოდა ალიანსის წევრებს კონკრეტული წინადადებები და იდეები წარადგინონ. ამასთან ერთად რუტემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ნატოს მოკავშირეებს მოუწევთ სამხედრო ხარჯების მნიშვნელოვანი გაზრდა. საუბარია მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ზე მეტზე. ჩემს ევროპელ მეგობრებს ვეთყოდი, ჩაერთეთ დებატებში. არა იმაზე წუწუნით შეიძლება თუ არა იყოთ მაგიდასთან, არამედ კონკრეტული წინადადებებისა და იდეების წამოყენებით. გაზარდეთ დანახარჯები, უზრუნველყავით ცნებისა და იარაღის მიწოდების გაგზელება, მაგრამ ასევე წამოაყენეთ კონკრეტული იდეები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება იყოს მაგალითად უსაფრთხოების გარანტიები. ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინაში ომის დასრულების კონკრეტული გეგმა ამ დრომდე არ წარმოუდგენია. კვლავ უცნობი რჩება, როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების გარანტიები, რომელსაც კიევი დაჟინებით მოითხოვს. თავად ტრამპი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ამ ეტაპზე შეუძლებელს უწოდებს. ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა გამორიცხა უკრაინის 2014 წლამდე საზღვრებზე დაბრუნება და უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობაც. ამასთან ერთად ტრამპმა თქვა, რომ მზადაა პუტინს პირისპირ შეხვდეს და მოლაპარაკებები შესაძლოა საუდის არაბეთში გაიმართოს. ამასთან ერთად მიუნხენის კონფერენციაზე მყოფმა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინისა და რუსეთის საკითხებში კიტ კელოგმა დღეს ღიად თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ მიიჩნევს აუცილებლობად, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ევროპელებიც ჩაერთონ. ამ ფონზე ევროპაში უკრაინის საკითხზე ალტერნატიული გეგმის შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დაწერა. ევროპას სასწრაფოდ სჭირდება საკუთარი სამოქმედო გეგმა უკრაინასთან და ჩვენს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა გლობალური მოთამაშეები გადაწყვეტენ ჩვენს მომავალს. არა აუცილებლად ჩვენი ინტერესების შესაბამისად. ეს გეგმა ახლა უნდა მომზადდეს, დასაკარგი დრო არ არის. უკრაინის ომის დასრულების გეგმაზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის შეუთანხმებლობასთან ერთად მიუნხენის კონფერენციაზე მწვავე რეაქცია მოყვა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას. JD Vance-მა ყველასათვის მოულოდნელად გამოსვლის დიდი ნაწილი უკრაინაზე და ნატოზე საუბრის ნაცვლად ევროპის კრიტიკას დაუთმო. კერძოდ Vance-მა ევროპას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში დაადანაშაულა, ამის მაგალითად მან რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება და სოციალური ქსელების მკაცრი რეგულირება დაასახელა. საფრთხე, რომელიც მე პირადად ყველაზე მეტად
აღელვებს ევროპასთან დაკავშირებით არის არა რუსეთი, არა ჩინეთი, არა რომელიმე სხვა გარე აქტორი, ის რაც მადარდებს არის საფრთხე შიგნიდან, ევროპის დაშორება მის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ ღირებულებასგან, რომელსაც იზიარებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. მე გაოგნებული ვიყავი ცოტა ხნის წინ, როდესაც ყოფილი ევროკომისარი ტელევიზიაში მოხარული ჩანდა, რომ რუმინეთის მთავრობამ ახლახან გააუქმა მთელი არჩევნები. მან ყველა გააფრთხილა, რომ მოვლენები თუ გეგმის მიხედვით არ განვითარდებოდა, ანალოგიური რამ შეიძლება გერმანიაშიც მოხდეს. ეს განცხადება შოკის მომგვრელია ამერიკელებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკა და უკმაყოფილება გამოთქვა, რომ მიუნხენის კონფერენციაზე პოპულისტური პარტიების წევრებს მონაწილეობა აუკრძალეს. მას კონკრეტულად არ დაუსახელებია რომელიმე პარტია, თუმცა მოგვიანებით ჯეიდი ვენსი მიუნხენში შეხვდა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის ლიდერს. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ამ ნაბიჯს და კრიტიკას გერმანიის კანცლერის ხისტი რეაქცია მოჰყვა. ოლაფ შოლცმა თავის გამოსვლაში თქვა, რომ ბერლინი არ შეეგუება ქვეყნის დემოკრატიაში გარე ჩარევას. ანალოგიური პოზიცია აქვს გერმანიის ოპოზიციის ლიდერსაც. ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ ადამიანები, რომლებიც გერმანიას გარედან უყურებენ, ერევიან ჩვენს დემოკრატიაში, ჩვენს არჩევნებში და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების დემოკრატიულ პროცესში, ამ პარტიის ინტერესებისთვის. სწორედ ამიტომ შევქმნით ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ ჩვენს დემოკრატიებს შეუძლიათ თავი დაიცვან მტრებისგან და წესები, რომლებიც არ ზღუდავს, არ ლახავს ჩვენ თავისუფლებას, არამედ იცავს მას. ჩვენ პატივსცემთ საპრეზიდენტო არჩევნებსა და კონგრესის არჩევნებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. და ვთვლით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იგივეს გააკეთებს აქ. ჩემი მეორე კომენტარი ეხება ჩვენს საერთო ღირებულებებსა და საერთო ძალაუფლებას. ჩვენ ვიცავთ წესებს, რომლებიც განსაზღვრულია ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ. ეს მოიცავს ჩვენს საკუთარ სამართლებრივ მიდგომას, მაგალითად, გამოქვეყნებულ ინფორმაციასა და მოსაზრებასთან დაკავშირებით. სიტყვის თავისუფლება რჩება სიტყვის თავისუფლებად და რჩება ჩვენი ღია დემოკრატიული საზოგადოების ნაწილად, მაგრამ ყალბი ახალი ამბები, სიძულვილის ენა და დანაშაული რჩება სამართლებრივი შეზღუდვებისა და დამოუკიდებელი სასამართლოების კონტროლის საგნად. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის კრიტიკული გამოსვლის შემდეგ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა კაია კალასმა მოითხოვა მიუნხენში მყოფ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის მონაწილეებიც უკრაინის ომის საკითხსა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ურთიერთობებს განიხილავენ. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც 14 თებერვალს გაიხსნა, ხვალ 16 თებერვალს დაიხურება.